მოგესალმებით, დღეიდან გაგიზიარებ ყოველდღიურად ერთ რჩევას, რაც ისტორიის გამოცდამდე უნდა გაითვალისწინო. პირველი რაც უნდა იცოდე არის ის, რომ წლები და მოვლენები ამოწერილი გქონდეს და დახარისხებული გქონდეს ქრონოლოგიურად. ამის არ გაკეთება პირდაპირ პროპორციულად თეორიულ მასალას შენს გონებაში არევს. ეპოქებს ვერ გაიგებ, გონებაში ნასწავლი თეორია აგერევა და განცდა შეგიქმნება, რომ ყველაფერი დაგავიწყდა. ამისთვის საჭიროა, რომ წლები და მოვლენები ამოწერო ცალკე ეპოქალურად და დაალაგო ისინი ქრონოლოგიურად და რაც ყველაზე მთავარია ისწავლო ისინი ზეპირად. ამისთვის ყოველდღიური გამეორება საკმარისია, თუ შენ დაჯდები წლებსა და მოვლენებს მინიმუმ 15 წუთს დაუთმობ და ყოველდღიურად გაიმეორებ ეპოქალურად, ქრონოლოგიურად ნაწილ-ნაწილ. სხვაგვარად, თუ ახლა შენ მთელი თეორია დაგავიწყდა და განცდა გაქვს, რომ არ გახსოვს, სავარაუდოდ ამისი ბრალია და დაიწყე წლებისა და მოვლენების წერა.